ამ ბოროტების გორგალიდან რაც მათ შექმნეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნო-შოვინისტური ზიზღით აღლსილი სიძულვილის ძალაუფლების კერები, ამის განეტრალება ვერანაირი კეთილი სიტყვით ვერ მოხდება მაშინაც, თუ ძლიერი იქნები და იქ დატოვებულ ნარჩენებს ეცოდინებათ, რომ შანსი არ აქვს, ან მცირე აქვს, ან რისკი მაღალი აქვს, ჩვენ გვექნება შანსი უკვე მშვიდობიანად ამის მოგვარების და შემდეგ გადავალ იმ თემაზე, რომ როგორ დავხარჯო, რაც თქვენ ახსენეთ, მე როგორ უნდა მოვიქცეთ, მე რაც სერიოზული გამოწვევები გვექნება, მემკვიდრეობა ამ ბოროტების მარტივად არ აღმოიფხვრება. და მე თავი საკითხია დიალოგი ვისთან, ვინ წარმოადგენს აფხაზებს და ჯერთ ვინ არიან აფხაზები, ხო, მათ შემდეგ რაც იქ ეთნიკური წმენდა და გენოციდი მოხდა. ანუ მთელი გორგალია აქ პრობლემების, მაგრამ ის რაც ჩამოთვალე არის აუცილებელი მინიმალური წინაპირობები იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ამოცანები შესრულდეს. აფხაზებს ამ ტერმინს ხარობენ დაველაპარაკოთ და გავაგებინოთ დაშენე. ჯერ ერთი ის ბატონი პატას პოზიცია იყო, რომ იმ ხალხს ვინც დანიშნული ყავს იქ რუსეთს, სოხუმის და ცხინვალში იმათ უნდა ველაპარაკოთ. და ისინი ვის წარმოადგენენ? რა ნიშნით წარმოადგენენ იმ ტირანიის და იმ ჯოჯოხეთის პირობებში? ანუ გენოციდის შემდეგ ვინც არ მოწოდათ ისინი რომ მოკლეს და გამოყარეს. ეთნიკური ქართველები პირველ რიგში, მაგრამ სხვაებიც ვინც ეთნიკურ ქართველებს უთანაგზნობდა, ხო? ანუ სუფთა ფაშისტური იდეოლოგიის ქმედებები ჩაიდინეს და ეხლა იმ ხალხს მტრის ნორმალიზაცია უნდა მოახდინოთ და იმ ხალხს ეხლა ველაპარაკოთ თან სუსტის პოზიციიდან. და ტრანსფერია ბატონ პატა რასაც ლაპარაკობდა ამას აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი წლები აკეთებდა ყველას არ აკეთებს პირდაპირ როცა თქვენ ministri იყავთ მაშინაც იყო სახელი გადაარქვით სამინისტროს რომ გესიამოვნებინათ ამ illuziებით არ ვიცი ვინც გუწმელი იყო მანდი იმათთვის ვიზახით პირდაპირ ეგ ნარატივი ქონათ რომ მათთან დიალოგით მოხდება ეს იყო მთავრობის ხაზი ეხლაც ეგ არის მთავრობის ხაზი ხო ამ რეჟიმის ენერგეტიკაში დაარღვია იმ მთავრობამ რომელიც ნაწილიც ბატონი პატა იყო შეთანხმება რომელიც მიღწეულიყო 90-ებში და 80% ენერგიის ენერგოს აძლევდა რო კეთილი მის ჟესტის ნებით ჟესტად გაწიეს პოსტები იქიდან და პასუხად რა მიიღეს დიალოგით პირდაპირ დიალოგით სოხუმთან ქართული სკოლების დახურვა გამკაცრებული რეპრესიები და მკვლელობები ანუ არ შეიძლება ილუზიის ახატვა რომ იმ ბოროტებასთან რაც დღეს იქ მეფობს და რომელიც დღეს ძლიერად გზნობს თავს იქ მოხდება თუ ლაპარაკია გზავნილზე იქ დარჩენილი მოქალაქეებისთვის ეთნიკური წარმოშობით ვინც აფხაზთან იდენტიფიცირდება როგორი ქვეყანა ვიქნებით ეს უნდა გავაკეთოთ თუმცა მათთვის კი არა ჩვენთვის ჩვენ ნორმალური ქვეყანა თავისუფალი სადაც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია სადაც ფართო თვითმმართველობა რეგიონული იმიტომ კი არ უნდა გავაკეთოთ რაღაცა დაინახოს ეს ჩვენ გვინდა და ამას ხო მე ყველა დაინახავს უბრალოდ ილუზია რომ ბოროტებაზე და ეთნიკურ დომინაციაზე აშენებული იდეოლოგიის მქონე ძალები და საზოგადოება რომელიც არის ბოლომდე მოწამლული ამ შხამით ხო იქაური და ამაზეც უნდა ვისაუბროთ ხა რა დიალოგზე ლაპარაკი დღემდე სიტყვის დაზრა არ შეიძლება იქ და ვერც მოხდება იმ ტერენის პირობებში იმ დანაშაულებებზე რაც ჩადენილია ყველა ვინც რამე განსხვავებულს იტყვის იქ და ამის მაგალითები გვაქვს ხო ზანცრობილი ფიგურა იყო იაგანოვი გმირი აფხაზეთის ომის ჩვენ მტერი იყო და როცა მან რაღაცა თქვა განსხვავებული ჩაქოლეს და გააგდეს კი ბატონო დასასრულისკენ წავიდა ანუ ეს არის თავის მოტყუება და წლებია ეს ზიანი მოაქვს ამ ილუზიებს და ჩვენი მტრის პროპაგანდას რომელსაც სამწუხაროდ ჩემი დღევანდელი რეპორტი ბატონო პატა დღემდე ემსახურება რუსეთზე რომ მეთანხმება გაფის არცულის როგორც კი იტყვი და შენ ეს ნათქვამი გაქვს თქვენ ბოდიში ბევრჯერ რომ სოხუმს და ცხინვალს პირდაპირ ველაპარაკოთ მანდარი მაგი დაუვლით რუსეთს გვერდს ეგ არის ძალიან საზიანო და მე ამას მოყვება მთელი ეს სიცრუეები და ამ ილუზიებით კვება საზოგადოების. ეხლა რაც შეეხება ბოლო საკითხს, რომ მე წარმომიდგენია ძალა, როგორც კი იტყვი, რომ ძალის გამოყენების არც კი განიხილავ არასოდეს არც ერთ პირობებში, ეგ არის მოწვევა მტრის რომ მოიქცეს კიდევ უფრო უარესად. და აქეთ რომ კიდე დაგვესხეთ თავს, მაშინაც არ უნდა გამოვიყენოთ ძალა. თუ გარდატეხა მოხდება რომელიმე იქ ცხოვრების მოქალაქის თვალში, იმის ყურებით როგორია საქართველო, ეს მოხდება ყოველგვარი პირდაპირ ეგრეთ წოდებული დიალოგის გარეშე მტრის დასმულ მარიონეტებთან. რა შუაშია ეგ დიალოგი ამ ყველაფერთან? ამ დიალოგისას რა გამოცდილებაც მეც მაგდა ბატონ ზაქარიშვილს ხო უნდა ქონდეს. არც ერთ მნიშვნელოვან თემაზე საუბარსაც კი არ დაუშვებენ. არათუ ტერიტორიული მთლიანობის განხილვაზე, ამაზე გეტყვიან, საერთოდ დგები მივდივარ. არათუ დევნილების დაბრუნებაზე. იქ ცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებებზეც არ დაგელაპარაკებიან. და ეს ბატონი პატა იყო მინისტრი ამ მთავრობის ივანიშვილის რეჟიმის. სადაც ამ ყველაფერს აკეთებდნენ. დენიც მიცეს უკვე გითხარი დაარღვია შეთანხმება უფასოდ ყველა ეს რიტორიკა ქონდათ ყველა შაბიჯები და შედეგი იყო რუსული და მათი მარიონეტების მხრიდან ქართული სკოლებში ენის აკრძალვა ქართული სკოლების გაუქმება კვლელობები და რეპრესიები ნულოვანი შედეგი იყო პოზიტიური ყველა ნაბიჯის მიხედვით რატო იმიტომ როცა ხარ სუსტი და როცა სისტემის პოზიციიდან ფარისეულურად სხვების აზრით და სათნოებას დემონსტრირებ რომ მე ესეთი ვარ ჩემი ძმები ხართ ამას გიკეთებ ამას მტერი აღიქვავს როგორც
როგორც შენ უსუსურობას და უფრო მეც რისკავს, უფრო მეც სისასტიკეს იჩენს. ყველა ეს საუბრები დღეს ჩვენ ძმებზე და შემდეგ აღიქმება მეორე მხრიდან, რუსული მხრიდან და ყველა მათ სატელიტის მხრიდან, რომელიც აღზრდილები არიან ამ სიძულვილის იდეოლოგიაზე, რუსული უნდა გაანადგურო. თორე ბატონ პატა იძახის რომ დიალოგი არ შეიძლება იყოს იმ საკითხებზე, რომელიც აფხაზებს წყარებში გააღიზიანებს. თურმე ხო ან გენოციდზე აბა რაც ჩამოთვალე იმ თემებზე რაც არ მოწონს ჯერ არაო. ანუ ფუნდამენტურ საკითხებზე რომლებიც გარეშე შეუძლებელია თანაცხოვრება მოქალაქეებს ხო თუ არ თαυτები რომ ბავშვებს და ქალებს თუ კლავდნენ ეთნიკური ნიშნებს ბოროტება თუ ამაზე საუბარი არ შეიძლება რა გარღვევა უნდა მოახდინო უკვე მიღებულია გადაწყვეტილება გითხარით გაეროსი და უთოს ისინი რეზოლუციური რა შუაშია გაერო და უთო რას ნიშნავს ვინ გითხარ რომ ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ დიალოგში არ ჩამოგითვლია რაზე ვილაპარაკოთ ხო 4 ჯერ ჩაგეკითხე არც ტერიტორიების აღდგენაზე არ უნდა ვილაპარაკოთ როგორ სახელმწიფო რატო არ ჩამოთვალებენ? აუ, უნდა ვილაპარაკო. და ვილაპარაკება დღეს სოხუმე მაგაზე? რითაც დაწუხე ლაპარაკი. რატო უნდა ელაპარაკო? და მაგით დაწყებული ხარ. წლების განმავლობაში აი ეს ტყვილი აქ რაც ნათქვამი გაქვს რომ 2004-ის შემდეგ შეიძინა რუსეთმა გავლენაო. წლების განმავლობაში თქვენ ბატონი პატა. ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, კეთილის სურველი ზოგი არც ისე ამ კონფლიქტოლოგიით იყო დაკავებული და ამ კონფლიქტოლოგიის შედეგი იყო ბოროტების ნორმალიზება. ამ ეთნიკური აფხაზების ხალხ ტომად განხილვა რომ უნდა გაუგოთ, არ გავაღიზიანოთ, ხო კი მოკლეს ხალხი, მაგრამ არ გვინდა და იმ ხალხის ნაწილი ვინც ამ პროცესში იყო, მე ამაზე ხელს ითმობდა, ნაწილი პოლიტიკურად, ხო? და მოგვიწოდებდა ამისკენ ზოგი არა მარტო პოლიტიკურად, საერთაშორისო ორგანიზაციებში იყვნენ ესეთები. და ეს ბოროტების უნდა დავასრულოთ. ამ ილუზიებისგან უნდა განვიკურნოთ. დიალოგი ჯერ არ შეიძლება ესე ლაპარაკი რომ აფხაზებს ვეღარ წარმოადგენს ანუ ის ხალხი ვინც იქ არის არავის არ წარმოადგენს გარდა რუსეთის ხელისუფლებისა დღეს არ არის ეს ტყუილია არ არის დავასრულოთ უნდა შედგეს ორ სუბიექტიანი რასაც გიგაწინააღმდეგია ორ სუბიექტიანი რაღაცა კომისიები რომლებიც იმჟელებენ მაგალითად ამ ბინაში რესტიტუციის რაღაც კანონის ტიპის რაღაც რომ მივიღოთ ამ ბინაში ცხოვრობს ვიღაცა აფხაზი არის ქართველის ქართველს აქვს პრეტენზია რომ დაიბრუნოს თავის ბინა კომისია ელაპარაკება ან აფხაზს ან ქართველს ან შენ გამოდიხარ და ქართველს უთმობ ან ქართველი შენოვნები რომ მე უკეთეს რაღაც აკვაკოს სხვა და რა თქმა უნდა ამ მომენტში საქართველოს როგორი ქვეყანაა იქნება ფაქტორი მისთვის რომ იქ ადგილზე სამოქალაქო მშვიდობა იყოს და ძალის გამოყენება სულ არ გჭირდებოდეს. ოღონდ ძალის ფაქტორი ყოველთვის იარსებებს, იმიტომ რომ ვიმეორებ კიდევ ერთხელ ამ პარაზიტული სიძულვილით ახსავსე ბოროტის სისტემის მემკვიდრეობა იარსებებს და მაგალითად მოიყვანე ღაზის მაგალითიც ხო რომ უბრალოდ გაგიშვი და ფულიც მოგეცე არ არის საკმარისი თუ იდეოლოგია საზოგადოებაში გამეფებულია ასეთი ანუ იქაც არის ადამიანები ვინც ამას ვერ ეთანხმება მაგრამ როგორც რუსული აგრესიის დროს იყვნენ ეთნიკური აფხაზები ვინც ქართული სახელმწიფო სამსახურში იყო და მოკლეს ამის გამო ხო და თან იქ საუბარი არ არის მარტო ეთნიკურ ქართველებზე იქ მოკლეს და გამოაძევეს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები ვინც არ აეწყო რუსულ რეჟიმს ვინც ქართველების მიმართ სიძულვილში და კვლევაში არ მონაწილეობდა და ვინც დაიცვა ქართველები და ცნობილი მაგალითია ხო ეთნიკური ბერძენი ქალის ვინც მოკლეს ამის გამო ხო გმირულად ქართველები შეიფარა და ამის გამო მოკლეს ისეთი ფაშისტური იყო ეს რუსეთის მიერ მოწყობილი ჯოჯოხეთი იქ რაც შეეხება საკუთრებას რა თქმა უნდა აქ ამოსავალი პრინციპია რომ საკუთრება ვისაც წაართვეს ძალით იმას ეკუთვნის რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ვითარებები სადაც რაღაც სხვა გამოსავალს იპოვი ზოგ შემთხვევაში მაგრამ პრინციპად ეს უნდა აიღო და იმ ადამიანებს ვინც ხვის საკუთრებაში ცხოვრობენ ხო უნდა მიცეს საშუალება თუ მათ არ აქვს ჩადენილი კაცობრიობის წინაშე დანაშაული თუ ისინი მიმღებები არიან საქართველოს კონსტიტუციის და ამახალი თამაშისების, რა თქმა უნდა, მიცე შესაძლებლობა და ამის უამრავი შესაძლებლობა იქნება, რომ იცხოვროს იქ, როგორც საქართველოს მოქალაქემ, როგორც მიმღებმა ქართული კონსტიტუციის. ოღონდ არა იმის ხარჯზე, რომ ვინც კანონიერი მესაკუთრე იყო, იმას უთხრა, რომ შენ ახლა რაიმე კომისიის დასკვნის შედეგად ამას არ მოგცემ, ეგ არასწორი მიდგომა არის. ანუ სხვა გზები უნდა გამონახო და არა იმის ხარჯზე, ვინც მსხვერპლი იყო. ზოგადად პრობლემა მე და ბატონ ბატას შორის მათ შორის ამაში არის ხო რომ უნდა გაუგოთ იძახის ბატონი ბატა ნებისმიერ ადამიანს მოქალაქეს შესაძლოა უნდა გაუგო ნებისმიერ ჯგუფს რომელიც რაღაც ნიშნით ერთიანია იქნება ეს კულტურული რელიგიური უნდა გაუგო იმ თვალსაზრისით რომ უნდა განიხილო როგორც თანასწორი მოქალაქე შენ და ჩვენ ამ თვალსაზრისით პრობლემები ქართულ პოლიტიკურ კლასს ჰქონდა წარსულში და დღევანდელი რეჟიმი ამ თვალსაზრისით კატასტროფულ ნაბიჯებს გავს ოღონდ ამის გაგება იმის ხაზგასმას კი არ ნიშნავს რომ შენ როგორც ეთნიკურ აფხაზს გიგებ როგორც საქართველოს მოქალაქეს გიგებ მე და არა რაღაც როგორც რაღაც ჯგუფის წარმოადგენს და მით უმეტეს იმ ადამიანებს ვინც ჩვენმა მტერმა იქ დასვა ამ ბოროტების სამართავად შენ გელაპარაკები რომ გაუგო აფხაზებს არა იქ ქართული სახელმწიფოების განმართველობის შემდეგ ფართო თვითმმართველობის პრინციპზე მათ შორის რეგიონული თვითმმართველობის ჩვენ ფედერალისტები ამის მომხრე ვართ ოღონდ არა ეთნიკური ნიშნით
ანუ ბევრი მოდელი არსებობს, შეიძლება იმისთვის, რომ სხვადასხვა ჯგუფს ადამიანების არ ქონეს განცდა, რომ ვეღაცა იდომინირებს მასზე, იყოს რეგიონის შიგნით რაიონული როტაციის პრინციპი, ეგეთი რაღაცების მოფიქრებულა. ოღონდ არა სისხლის ანალიზებით და ეთნიკურობით. იმიტომ რომ ყველა საქართველოს მოქალაქეა და მან სხვაობა არის ისაც ჩვენ მტერსურს და რაც ანგრევს სამოქალაქო მშვიდობას. ამიტომ მგონია რომ რა თქმა უნდა არ იქნება ეს მარტივი მემკვიდრეობა ბოროტების მძიმეა იმ ადამიანების დასჯა, ვინც ჩაიდინა საოცარი სასტიკი დანაშაულებები უნდა მოხდეს, იმ საზოგადოებაში უნდა მოხდეს გარკვეული თვალსაზრისით დენაციფიკაცია. ხო, ანუ იგივე რაც მოხდება თქვა რუსეთში, რასაც ჩვევა ეხა დონბასში და ყირიმში, ხო, რაც არ მოეწონა ბატონ პატას ეს პარალელი, ამიტომ პარალელი არის ზუსტი აბსოლუტურად. არა, წამოყვება გამოცდა, ასე არ მოეწონა, ესე არ გამოვა რა. სხვა თემები როცა შემოგაქვს, ამას გადავიდეთ იმ თემებში. ანუ არ მოგეწონა, ზუსტად ამას ადასტურებ ეხლა. სხვა თემი შემოტანა რომ მეწონა. არ არის სხვა თემა, მაგას გეუბნები, ანუ ერთი თემაა რუსული აგრესიის სწორედ ამაშია პრობლემა. ხო, დიახ, ვასრულებ ბოდიში ოდნავ გადამიცდა. ხო, ამის განმუხტვა სჭირდება დენაციფიკაცია, ანუ იქ დიდი ტკივნეული გარეთეხონა მოხდეს ამ საზოგადოებაში, გააზრება იმისი, რა დანაშაული იქნა ჩადენილი. ხო და ამაში ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება დაეხმაროს, მათ შორის იმ ადამიანების სახალისებით, ვინც ჯანსაღად უყურებს ამას, მათ შორის თავისი იდენტობის მქონე ადამიანების მომავლის თვალსაზრისით, ამიტომ მოვიყვანე მაგალითები, რომელიც ზუსტი არც ერთი არ არის. გერმანიის ფაშისტების შემდეგ, ან იაპონიის ხო, ფაშისტების შემდეგ, ან იმისი, როცა უკრაინა მოახდეს დეოკუპაციას, რაც მარტივი არ იქნება და ეს არ არის მარტივი პროცესი. ამიტომ მე ეგ ამოცანამდე მივიდეთ თქვენი კითხვის დასაწყისში, რაც თქვენ ბრძანეთ. და ამის შემდეგ მე ვთვლი, რომ ქართული სახელმწიფო, რომელიც ამ მომენტში ფორმაში იქნება, ამ პრობლემის გადაწყვეტას შეძლებს, იმიტომ რომ საქართველოს ამ მომენტისთვის იქნება რესპუბლიკა, სადაც ყველა მოქალაქეს აქვს განცდა, რომ იქ მისი კონსტიტუციური უფლებები დაცული არის და ეთნიკურობა არ არის განსაზღვრელი. ყველა არის სახელმწიფოებრივად ქართველი. კარგით. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ამ არგუმენტით, რომ იქ მემკვიდრეობა მძიმეა და მარტივი არ იქნება, დღეს იმის გაკეთება, რაც ჩვენ მტერს სურს. ხო, რომ წარმოაჩინოს, რომ იცი რა, აქ რუსეთის პრობლემა კი არ არის, ან მარტო ეს კი არ არის. არა, აი იქ უნდა ელაპარაკოთ და ვერაფერზე ვერ მოილაპარაკებთ მაგ ხალხთან, გარდა იმისა, რაც ჩვენ დაგვაზიანებს. ეგ ბუნებრივად გამორიცხულია, იმიტომ რომ ტრის სამსახურში არიან დღეს, თუ ნახავთ რა ხდება იქ სოციალურ მედიაში, მე მაინტერესებს და ვუყურებ. ისტერიული ბოროტების ზეიმია უკრაინაში საომრად მიდიან, რუსული მანქანის ნაწილი არიან და ის ხალხი ვისთანაც საუბარს და დიალოგს თავაზობს ბატონი პაატა არიან ამ ყველაფრის მებაირახტრეები. სიძულვილის და ეთნიკური ნიშნით ადამიანის განადგურების ნორმალიზაციის თავარი რუპორები არიან. შეუძლებელია რომ იქ რა მოხდეს თუ ძალის პოზიციიდან არ ახარ. ძალის პოზიციიდან რო ვიქნებით, ხო? შეიძლება კომპრომისი მოგვიწვიოს ბოროტების დანატოვა რაღაცა ანკლავებთან საუბრის იმისთვის რომ ნაკლები ზიანით და ნაკლები რისკით მოხდეს დეოკუპაცია. ეგ სრულად დასაშვებია. მაგრამ ეს არანაირ კავშირში არ არის იმასთან მომავალ სამოქალაქო მშვიდობასთან ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ნაწილიც არის აფხაზეთი. იქ თავარი იქნება პირიქით ახალი ჩვენი საქართველოს მოქალაქეების წიაღში აღმოცენებული ადგილობრივი ლიდერების გაჩენა, რომლებსაც რა თქმა უნდა ქონდეთ განცდა, რომ ქართული სახელმწიფო არის მათი.